უმთავრესი გაკვეთილი, რაც მე მგონი მეც და ჩემმა კოლეგებმაც გამოიტანეს ამ 9 წლიდან, ეს არის ქალბატონო ირმა ის როგორ არ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. არ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც თქვენი გწეოდით. არც ერთ შემთხვევაში. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივალთ იქამდე, სანამდე თქვენ მიხვედით 7 ნოემბერს. რუსთავი ორში თქვენ იმიტომ აჩვენებდით ამას ყველაფერს, რომ მთელი ქვეყანა დაგეშინებინათ, რომ ყველას აფიქრა, რომ ყველა სახში შეუვარდებოდით, ყველას გახეთქავდით სემაში, გამოათრევდით სახლებიდან და ძელზე გასვავდით. აი ამისთვის იყო თქვენი ეთერები. ამისთვის იყო თქვენი ეთერები. აი ეს იყო რუსთავი ორის მთავარი დანიშნულება, დაწყებული ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული 1 ოქტომბრამდე. ეს იყო მთავარი და დღემდე ეს გრძელდება, მაგრამ ეს რუსთავი ორის საქმეა. მე რა თქმა უნდა, ეხლა თავზე ხელს არ ავიღებ თქვენსავით და არ გავაკონტროლებ მართლა თავისუფალ მედიას. რაც შეეხება ეხლა მედიის გაკონტროლებას, თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომელთა ერთი წუთი მე არ გაწყვეტინებ. მე არ გაწყვეტინებ, არ გაწყვეტინებ, მე ხო არ გაწყვეტინებ. მე ხო არ გაწყვეტინებ. მოდი დავასრულებინოთ და თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომლის თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები თეფშებს იპარავდნენ ბაზრობიდან, თეფშებს სატელიტურს და შემდეგ ჯურღმულებში მალავდნენ. აი თქვენ ის ხელისუფლება ხართ. და ეს გამოვლინდა ეს საშინელი დანაშაული კიდევ და ამაზე ცალკე მიმდინარეობს ძიება. თქვენ კიდათ აი ესეთი დამნაშავე პირების ამნისტია ხვდებით, ვინც ატერორებდნენ მეწარმეებს და რეები ჩაიდინეთ, ბოსელი როგორ აყიდინეთ ადამიანს 4 მილიონ ლარად. ახალციხეში ამიხსენით. ციხიდან როგორ აყიდინეთ. ამიტომ როცა ჩემ რაღაცა გენეოლოგიურ შტოს გამოიკვლევთ ხოლმე, თქვენიც გამოიკვლია თქვენი გენი ხელისუფლების. აი ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის. ჩემო ტყვილო